საღამოშვილებისა მეგობრებო, ისევ და ისევ ამ თემასთან, ამ თემის ირგვლივ და ამ თემასთან დაკავშირებით მოგვიწევს ბევრი საუბარი ალბათ ჩემს დღევანდელ ვიდეოზე. ზაურმა ასეთი კომენტარი დაგვიწერა და რო წავიკითხე, დამეღს არა, უბრალოდ წერა რა და ჩავწერ ლაივს, ვუპასუხებ ამ ადამიანს. არ ვიცი თამარ ადრე ამბობდი რომ თავარ მეფე ვარ რომ მეუღლის მაგალითის მოიყვანე ალანები გერმანული ტომები იყვნენ და მეუღლე გერმანელიაო ესე იგი ალანი ესე იგი სოსლანს შეადარე ჩემი აზრით ოსების გერმანელების წინაპრებად მოხსენება ჩემი აზრით მცდარი თეორია თუმცა ერთი რამ აუხსნელია თურქულად გერმანიას ალმანიას ეძახიან ერთი სიტყვით ის რა ადრე თქვი ეხლა უარყოფ მესმის ძიების პროცესში ყველაფერი მოსალოდნელია რაც შეეხება იქ მის ნათქვამს რომ თამარ მეფე დაიბადა ფსიქოლოგი ბრძანდები და შეულებრივი ამბავია მოდი ახლა გავცეთ პასუხი არ ვიცი თამარ ადრე ამბობდი თამარ მეფე ვარ რომ აი ნახეთ რა კიდევ ერთხელ და კიდევ 100-ჯერ ალბათ მომიწევს ამაზე თამარ მეფე ვარო არსად არ მithქვავს ერთადერთხელ თქვი ბანანი რომ მიუტანე ნარიმანს რომ თამარ მეფე ყოფილ ვარ ამენით მეთქი და მეორედ ის რომ თამარ მეფე ვარო კი არ ვიძახდი ვარ მეთქი თამარი და შესაძლებელია ვარ მისი რეინკარნაცია ჩემი მეუღლეს გავს მის მეუღლეს ეს დამთხოვები ეს ყველაფერი ძალიან ბევრ რამეს კითხვას მიჩენს ახლაც და მიჩენდა მაშინაც და ჩემს ვიდეოს ვინც უყურა ბოლომდე რა ძალიან გთხოვთ რა გაიგეთ რას ვლაპარაკობ გთხოვთ უყურეთ ალანები გერმანელი ტომები იყვნენ და მეუღლე გერმანელიაო ესე იგი ალანი ესე იგი სოსლანს შეადარე დიახ ასია დღესაც რომ გავუკეთოთ ჩემს მეუღლეს ანალიზი და დავით სოსლანის მსგავსად აქვს მასაც გენეტიკურად ის სისხლი რაც დავით სოსლანს ჰქონდა ეხლა რა პრობლემაა მაგაში ვერ ხედავ პრობლემას ჩემი აზრით ოსების გერმანელების წინაპრებად მოხსენება ჩემი აზრით მცდარი თეორია ოსების გერმანელების წინაპრებად მოხსენება ჩემი აზრით რატოა მცდარი თეორია თუნდაც თქვენ თვითონვე ამბობთ თურქები ალანებს უძახდნენ ალმანიას უძახდნენ გერმანელს და რატო უძახიან ალმანიას თუ იცით აბა ოსები ძირძველი ალმანები გადასახლდნენ ბავარიის ტერიტორიაზე ეს არის ფაქტი და არა მცდარი თეორია თეორიები არ არის ეს არის ფაქტები თუმცა ერთი რამ აუხსნელია თურქულად გერმანიას ალმანიას ეძახი ერთი სიტყვით ის რა ადრე თქვი ის რაც ადრე თქვი ახლა არ ვუარყოფ ადამიანებო არ ვუარყოფ მე იმას არ ვუარყოფ რომ თამარ მეფის რეინკარნაცია შეიძლება ვიყო გესმით არც მაგას არ ვუარყოფ და არც იმას არ ვუარყოფ რომ შეიძლება არ ვიყო გესმის ანუ ძიების პროცესში ერთი სიტყვით ის რაც ადრე თქვი ახლა ვუარყოფ მე მესმის ძიების პროცესში ყველაფერი მოსალოდნელია ყველაფერი მოსალოდნელია დიახ ძიების პროცესში ყველაფერი მოსალოდნელია და მეორე ის რომ ჩვენ არ ვიცით და ფაქტები არ გვაქვს ჯერ რეინკარნაციის ფენომენის შესახებ რა ფენომენია ეს ყველა ხო ყურებს და თვალებს იყრუებს ამ ფენომენის შესახებ მე ამ მღვდლებს ხომ ძალიან მაგრა ეშინიათ გეგონება ის ფულების ღუნვა არ იყოს რა ქვია ცოდვა და მარტო რეინკარნაციაზე საუბარი არის ცოდვა და ოღონდ მაგაზე არ ელაპარაკო და ეგ არ არის ქრისტიანული ჯერ საიდან მოიტანეს რომ ქრისტიანული არ არის და მეორე ის რომ თუ იმას აკეთებ რომ ტრაქში ხმარობენ უკაცრავად თუ იმას აკეთებ რომ ფულებს ემონები მაშინ რეინკარნაციაზეც ისაუბრე რა პრობლემა გაქვს ვერ ხვდები ხო ანუ თუ ისინი არ არის ცოდვა ესენი რატოა ცოდვა ამ რეინკარნაციაზე საუბარი ხო ამაზე საერთოდ ყურებს და თვალებს იყრუებს ყველა გეგონება იყოს ეს დამაქცეველი კაცობრიობის რეინკარნაციაზე რომ დავიწყოთ საუბარი რა და ის რაც დღეს ხდება საეკლესიო საეპისკოპოსო აი რაც ხდება დღეს ეკლესიაში ის რომ ილია მეორეს ტრაკს უწმინდავენ და $800 ტუფლებს აცმევენ და ქვეყანაში ბავშვები გვიკვდება სიმშილით ეგ არ არის თურმე ცოდნა რა და პამპერსებში რომ ამოახრჩეს ის კაცი და მძლევრისღა რომ აცოცხლებენ და ბავშვების სისხლის ნაწვალევი სისხლით რომ ამყოფებენ მაგაც ამ დედამიწაზე ცოცხლად ის არ არის ცოდვა და რეინკარნაციაზე საუბარი ცოდვაა და მაგის დედა ვატირე და აფეთქებული ამ დედა ატირებული ფსიქოლოგებისას კიდე
საერთოდ არავის არ უნდა რეინკარნაციაზე შეხება, იმიტომ რომ მაგათი პრესტიჟი ხომ გაფუჭდება. დედა მოტყან მაგათი კიდე რა უკაცრავად რა, ყველასი და ეხლა უყურე მე მაინტერესებს ერთი რამ რა. ფსიქოლოგი არა ვარ მე ვარ სპირიტუალური კოუჩი. ფსიქოლოგი ღმერთმა დამიფაროს რომ ვიყო. ფსიქოლოგი არის გაყიდული ტიპი, რომელიც ემსახურება სისტემას. მე არა ვარ სისტემის მკაცი, არ ვემსახურები სისტემას. არანაირ სისტემას არ ვემსახურები, გარდა ვიყენებ იმას, რა ქვია, ელექტროენერგიას და ინტერნეტს და გაზს. აი ამ სისტემებს ვემსახურები მე. თუმცა მანდედანაც უნდა დაიხსნას თავი სრულმა ქრისტიანმა. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ფსიქოლოგი ქალი ხარ ბრძანდები და ჩვეულებრივი მომენტია ექიმის ნათქვამის, ექიმის ნათქვამის ჩვეულებრივი მომენტი საიდან არის? საიდან მოიტანეთ, რომ ჩვეულებრივი ნათქვამი არის? რამდენი თამარიც დაიბადა, იმდენ თამარზე იტყვიან, რომ თამარ მეფე დაიბადაო? მაშინ ჩემს ბებია ჩემს თამარზე რატო არ თქვეს, რომ თამარ მეფე დაიბადაო? ან კიდე ჩემ მეზობელ თამარზე რატო არ თქვეს, რომ თამარ მეფე დაიბადა? ჩვეულებრივი მომენტი სად არის? მითხარით, რაში არის ეს ჩვეულებრივი მომენტი? მერე კიდე, ეხლა რა საინტერესო რაღაცა არის, იცით? აი ამ რეინკარნაციაზე საუბრის რატო გეშინიათ, მე ვერ ხვდები რა. თუნდაც რეინკარნაციის ამოქექვა, ამის გამოკოლევა, ამის და აი რა არის, იცი? აი მე რო ვიყო მეცნიერი, ხო? სერიოზული მეცნიერი, ამ საკითხში რო ვიკვლევდე, აი გენეტიკას რო ვიკვლევდე და რაღაცა ესენ ამ თემებს რო ვიკვლევდე, გიადვალის თეორიის თანახმადაც, გიადვალის ადგილზეც ხო მეცნიერია, გიადვალის თანახმადაც დავინტერესდებოდი მე უბრალოდ ამ ფენომენით, მე რასაც ვაჟღერებ რა. დავუკავშირდებოდი მე ამ ადამიანს და გამოვიკლოვდი ძირეულად არის თუ არა, ეთანხმება თუ არა ეს ჩემ თეორიას. გიადვალის ადგილზე ხო? ჩემნაირ ადამიანებს დაუწყებდი ძებნას. აი ჩემნაირ ადამიანებს. ფენომენია ხალხო ეს. რა ფენომენია ხო? რა ფენომენია ხა მაგალითად 15 დამთხოვა რო არსებობს ერთი და ორ ადამიანს შორის ის მე-12 საუკუნეში ცხოვრება მე-12 საუკუნეში და ეს 21 საუკუნეში და ამათ შორის 15 დამთხოვა არსებობს მეტი რაღა ალისი და ალისონის თეორია დაგიდოს წინ. ალისი და ალისონის თეორიას გადავაქცევდი ფაქტად. მაგრამ ფეხზე კიდია იმ დვალსაც და ფეხზე კიდია იმ შენს მეცნიერსაც. გესმის? თუ რანაირად დაემთხვა ეს სამი ხალი, ანუ მე ძალიან დამაინტერესებდა როგორც ესე იგი მეცნიერი ამ საკითხში და ამ დარგში გენეტიკურად გამოკვლევის მიზნით დამაინტერესებდა. არის ეს გენეტიკა, არის ეს სხვა რაღაცას დამოკიდებული, რა არის ეს? მაგრამ როგორც გითხრათ, ფეხზე კიდიათ მეთქი და ფეხებზე მკიდია ხალხს, ფეხები აქვს დამძიმებული. ხო და ფეხები რომ დამძიმებული გაქვთ, იმიტომ გაქვთ ყველას ფეხების პრობლემები. არ გაქვთ, ხა არ მითხრათ, რომ ფეხების პრობლემები არ მაქვთო რა და ნახევარ საქართველოს ფეხების პრობლემები აქვს და ნახევარ საქართველოს კიდე გულის პრობლემები აქვს. იმიტომ რომ ვერც გულს ხსნით და ვერც ფეხებიდან მოიხსენით ეგ სიმძიმე და ვერ გადახარშეთ და ვერ გადაიაზრეთ. ყველაფერი ხა გეჩხუბებით რა, ვაფშე როგორ უკვე დავიღალე ამ ყველაფრით რა. აი დედას ვიცავარ, ისეთი ჭაობია, ხანდახან ღმერთს ვეჩხუბები ხოლმე, რა მინდო, რა გინდო და რას გამომიშვა ამ ჭაობში რა. ან საერთოდ რატო შექმენი ეს ყველაფერი რატო შექმენი, რის გამო? რომ ხალხმა იტანჯოს და მონატყავდეს, რა ჩემ ფეხებად გინდო და ესეთი რამის შექმნა, გამაგებინეთ რა. ხალხი უბრალოდ ელემენტარულად იმას ვერ იაზრებს, რომ ვიღაცამ რაღაცა თქვა და ვა, რა საინტერესო რამეა. არა, ის უნდა ჩაქოლონ. დედა მოტყან მე ესეთი ხალხის რა. ბიჭო, გერმანელები, რატო გერმანელები ცუდი ხალხია? გერმანელებს რას ერჩი? შენ ავსტრიელებს ჰიტლერი ავსტრიელი ებრაელი იყო, იმას მიახდი. გერმანელები რა შუაში? გერმანელები ყველაზე მაგარი ხალხია საერთოდ რა. მე ვინც მინახავს დედამიწის ზურგზე, ქართველების მე გერმანელები არიან ძალიან მაგარი ხალხი. იმიტომ რომ არ მოგატყუებენ, ქართველებზე კიდე უფრო წინ დავაყენებ გერმანელებს, იმიტომ რომ არც მოგატყუებენ, არც გაგაცრუებენ, არც გიღალატებენ. და თან გადაყობიან, ქალს ხო პატივს გცემენ. დედა მოვტყან მე მართლა ისეთი ხალხის, ვისაც თავის თავი გერმანელებზე უფრო მაგარი გონია რა.
არც ქართველი და არც რუსი არავინ არ არის გერმანელზე მაგარი. გერმანელი რომ შრომელია და გერმანელი რომ პატიოსანია, ისეთი მე არსად არ მინახავს ეგეთი ხალხი რა. საქართველოში ხო მით უმეტეს ყველა მძღნერია. ძღნერი ცავშია ხალხოს. ქართველები ერთმანეთს რომ ღალატობენ და ერთმანეთს რომ უმტრობენ, ეგეთი მე არსად არ მინახია, არც სასონხეთში, არც თურქეთში, არც სად არ ვიყავი, რა ვიცი, მე არ მინახავს. დედამოტყნული ხალხი ხართ რა. ებრაელები მიმიქარავს ისეთები ხართ ქართველები, როცა არ ვთვლი მე თავს ქართველად. აღარ ვთვლი, იმიტომ რომ ესეთი ქართველი ღმერთმა დამიფაროს რომ ვიყო. როგორც თქვენ ხართ. თუ თქვენ ქართველები გქვიათ, მე არ მქვია მაშინ ქართველი. მე მქვია მაშინ გაღმერთებული ადამიანი მქვია. всё. არ მაინტერესებს მე თქვენი არც ქართველობა და არც ჯირძველი ქართველობა და არც ქალდებელობა და არაფერი არ მაინტერესებს. ბანძები ხართ ხალხო. დამონებული ხართ ერთ ტრაწიან კაცს. აი ის ხართ, რომელიც დამონებულია მამონას და კაკებეს. ის ხართ თქვენ, იმის ერთი ადგილი ხართ. ბოდიში და ეგრე ხართ რა. აი თუ არ მოგაჯვით და თუ არ პირდაპირ გითხარით ყველაფერი, მანამდე ვერ გამოფხიზდებით თქვენ. და რაც გინდა ისქენ გინდა დამბლოკეთ, გინდა წადით, სადაც გინდა იქ წადით რა. აღარა მაქვს თქვენი ნერვები მართლა რა. ბანძები ხართ, ძალიან ბანძები, ვერაფერს ვერ ხვდებით საერთოდ. და აქ ყივარ ამდენს და კიდე ეს რაღაც ადრე ამბობდი, ეხლა არ ვუარყოფ, არც უარყოფ არაფერს და არც ადრე არაფერს არ ვამბობდი, გესმის? არაფერს არ ვამბობდი. არც იმას გეუბნებოდი, რომ მეფე მოვედი, ეხლა უნდა გადაგარჩინოთ ხო? წყობრიდან გამოგყავართ ხოლმე, გესმის? წყობრიდან გამოგყავართ, იმიტომ რომ არაფერი არ იცით საერთოდ და რაღაცებს მიედმოედებით ხოლმე რა. ვერაფერს ვერ აჟღერებთ. ამ თქვენი დებილური კომენტარებით და მაგრა ნერვებზე მშლით რა, რო იცოდეთ რა. თუ რამის გამოკვლევა გინდა დადექი და გამოიკლე, მეცნიერებიც აქ არიან, ისინიც აქ არის, რა ქვია, ლაბორატორიებიც აქ არის და ყველაფერი აქ არის. დადექი და გამოიკლე, თუ ჩემი თმა ვერ მოიძიე ვერსად. აჰა, მოგცემ ჩემ თმას, მოგცემ. მოდი და მოგცემ და გამოიკლე ვინ ვარ და მე გაიგებ ვინ ვარ. გამიტრაკეს რა საქმე მართლა რა. და თუ თამარის გაცოცხლება გინდათ კიდე გააცოცხლეთ თამარი რა. რა ჩემი ფეხები გინდათ ჩემგან ვერ გავიგე რა. მართლა რა გინდათ ვერ გავიგე რა. თამარის დანახვა თუ გინდათ გააცოცხლეთ თქვენ თვითონ. არ მინდა მე თამარობა მეთქი გითხარით რა. დაიმონეთ სხვა თამარი, კაცო, აღარ მინდა მე მონობა, არ მინდა მე მონობა, თქვენი მონობა არ მინდა. არც თქვენი გადარჩენა არ მინდა, აღარაფერი არ მინდა საერთოდ. არ ხარ თქვენ გადასარჩენიერი. არავინ არ იმსახურებთ არაფერს საერთოდ რა. გადარჩენას კი არა, სიკვდილს იმსახურებთ ყველა რა, მართლა გეუბნები. გადასარჩენიერი, დაჯდებიან, გადაიდებენ ფეხი ფეხზე, ყავას მოაჯდებიან, ტრაქს გაიციებენ და მერე უნდათ რომ თამარი მოვიდეს და გადაარჩინოს. აი, თქვენ. მოვა ბებია თქვენისა და გადაგარჩინოთ იმათმა, კაცო. ვიღაცა ელოდებიან აქ და ერთი და იგივე ჭაობში მიდიან მოდიან სამსახურში სახში მონები არ არიან მონები გადასარჩენი ხალხი გესმის მონები ხართ გესმის მონათ რჩება სამწუხაროდ როგორც მოსემ გამოიყვანა ეს ხალხი და ახეტიალა 40 წელი და ბოლოს მძლივ შეიყვანა ორი კაცი და ის თვითონაც ვერ შევიდა და ის ორი კაცი თვითონ თავისი ტრაკით შევიდა და ფეხებით და ცხვირი თავით შევიდა ის მოსერაშუაში იყო ვაფშე, საერთოდ მოსერაშუაში იყო, მოსაყვანი არ არის ეს კაცი. ვინ არის ეს მოსე საერთოდ? რა უნდოდა საერთოდ ამ მოსეს გამაგებინეთ რა? რა მონობიდან იხსნა, სად იხსნა, ან მონობიდან ვინ არის დღეს ხსნილი, გამაგებინეთ. სად ხართ მონობიდან ხსნილი ხალხო, მონაზე უარეს მდგომარეობაში ხართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა.
აგერ გაქვთ მონაცემები, ყველა მონაცემები გითხარით. ჩემი ქმრის ამბავი, ჩემი პირველი შეყვარებულის ამბავი, ჩემი მეორე შეყვარებულის ამბავი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ის დამთხოვები, ეს ხალები, ეს ყველაფერი გითხარით. თუ უფრო სიღრმისეულად გაინტერესებთ, ხო? ადექით, დადექით და თქვენი ჭყლიტეთ თავები. ხო, მე რატო უნდა ვიჭყლიტო თავი? მე ვაგზავნე ჩემ ცხოვრებას, გესმით? რატო უნდა ვიჭყლიტო თავი? რატო უნდა ვიარო ანალიზები? რატო უნდა ვაკეთო მეცნიერი გამოკვლევა? რატო უნდა დავდო და მე თქვენ დაჯდეთ და დაიწყოთ ხარხარი? დედა მოვტყან თქვენი რა. ადექით და თუ გაინტერესებთ ვინ ვარ, გამოიკვლიეთ თქვენ. ეხა ეგღა მაკლია კიდე ვიკლიო ვინ ვარ და მე კიდე ნერვები ვათხლიშო ამ პროცესს და თქვენ კიდე დაჯდეთ და იხარხაროთ და ოი თამარ მეფე გაცოცხლებულა დედა მოვტყან თქვენი თუ არც გინდათ თამარ მეფის გაცოცხლება რა. გააცოცხლეთ ჰიტლერი, ამოგჟლიტოთ ყველა რა და იზებრაელების თან მიაყოლოთ რაც მაშინ ვერ შეძლო, ეხლა განახორციელოს ბოლოს თუ ერთი წამითაც შემეცოდოს, კიდე მაგარი ჯიგარი კაცი იყო ჰიტლერი. დედას ფიცავარ, მე პირდაპირ გეუბნები ჰიტლერმა ყველაზე მაგარი საქმე გააკეთა. ყველაზე კარგი საქმე გააკეთა. ებრაელები გასაჟლეტი კი არა, ამოსახოცი არიან ამ დედამიწას ზედა რა. და ქართველებიც მისაყოლებელი არიან ზედ. გამიტრაკეთ საქმე, აი პროსტა როგორ ნერვებზე ვიშლები არ იცით რა. და ვისაც არ გიყვართ ჩემი ნერვებზე მოშლე, ნუ მიყურებთ საერთოდ. რატომ მიყურებთ? ან რატომ მისმენთ? რა გინდათ? ჩემსაც ვატრაკეთ და ჩემ ჭიას ვახარებ. რა გინდათ? ვალდებული ვარ მე თქვენ წინაშე, ან მართალი ვიყო, ან სიმართლე ვილაპარაკო, ან ტყუილი ვილაპარაკო, რამის ვალდებულებას მაკიცრებთ რა, ვინმეს რამე დავპირდი? არაფერი არ დავპირდი, იმათგან განსხვავებით, ვინც თქვენ გისოთ ტრაქში. ილია მეორეს გულისხმობ, ხალხო. ერის მამად წოდებულს, რომელიც ტრაქში გისოთ ყველას და მისი გველის წიწილები კიდე უარეს გიშვებიან. ტრაქში გამოგისვათ ნახმარი ქაღალდებით და ჩაყარათ ურნაში. და თქვენ უწმინდეს და უნეტარესად იწოდე იხსენიებთ ისევ. ჩემგან განსხვავებით ის დაგპირდათ რაღაცებს. მე არაფერს არ დაგპირდით. არაფერს არ დაგპირდით. დავიწყე ლაპარაკი. შემომიერთდი, არ მოგწონს, გააჯვი. თუ არ გააჯმევ კიდე ეხლა ეგმადარდე კიდე რა. თუ არ გააჯვავ. როგორ ლაპარაკობ? როგორც მინდა ისე ვილაპარაკებ, გესმის? შენი ტრაკის საქმე არ არის. ნებისმიერს გეჭხუბებით ეხლა რა. მარტო იმ ადამიანს კი არა. ნებისმიერს, ვისაც პრეტენზია აქვს, მე როგორ ვლაპარაკობ. არავის არ დაუწესებია ჩემთვის, ესე უნდა რომ დაიბადები, ესე და ესე უნდა ილაპარაკო. ყველანაირად შემიძლია ვილაპარაკო. არაფერი არ არის ცოდვა. თუ ის ცოდვა არ არის, რომ ტრაქში ისო მთელს ერს და შენ მაინც უწმინდეს და უნეტარეს გიწოდებენ, მაშინ მით უმეტეს ჩემი ესეთი საუბარი ცოდვა არ არის. რატო არის ცოდვა? გამაგებინე ეს ვის ავნებს, რამეს ავნებს, მე როგორც ახლა ვლაპარაკობ? არავის არაფერს არ ავნებს. გინდა ბავშვები უყურებდნენ და გინდა ქალები, გინდა მოხუცები. იცი რა ავნებს? სნიკერსი ავნებს და ბაუნტი ავნებს. ყოველ დღე რო შაქარს აყრე შენ შვილს, მუცელში ის ავნებს. ფასტ ფუდის რომ გამოტენე შენი შვილი ის ავნებს. ჩემი ლაპარაკი არავის არაფერში არ ავნებს. და არც მე ვარ ვარდებული რომ დაყენებული ტონით და დალაგებული ენით ვილაპარაკო. არ მინდა, როგორც მინდა ისე ვლაპარაკობ, ესე მისწორდება, გესმის? როგორც მისწორდება, ისე ვილაპარაკებ. და კიდე რაც მისწორდება, იმას ვილაპარაკებ. რა შენი, რაც შან რა, მაგ შენი ერთი ჩამოკიდებული ადგილის საქმეა, მე რას ვიზავ, რას ვიტყვი. ადრე ვთქვი თამარი ვიყავი თქო, თუ ეხლა არა ვარ თამარი მეთქი, რასაც მინდა იმას ვიტყვი. რა ხალხო, ვინმე რამე დამიწესა? ხელი მოგიწერეთ რამეზე? რომ ჯერ ესე ვიტყვი და მე ესე თქო და ან ჯერ ესე არ ვიტყვი და ესე არ ვიტყვი თქო? როგორც მინდა ისე ვილაპარაკებ, გესმის? და ვიღაცა
დადუმდი და მე ყველაფერი დადუმდით თქვენი დედა მოვტყან მართლა რა ვისაც ჩემი დადუმება გინდათ დაგადუმოთ მამაზე ციერმა ყველა დადუმდი ვინ ხარ რომ მეუბნები დადუმდი და ვიღაცა მეუბნება თმები შეიკარი და ის კიდე რა გავაკეთო მითხარი აბა ჩამომიწერე სია გამომიგზავნე სახში და ზუსტად იმას გავაკეთებ რასაც შენ მეტყვი რა ბებია თქვენი სამ რატო უნდა მოგერგოთ ვერ გავიგე ვინმე მეფე ხო არ გონივართ მართლა ხალხო ის ბანძი მეფეები ტრაქში რო ისვავდნენ ეს თავისი ხალხი და კიდე ვერ დაუფასეს ნორმალურად თქვენ მეფეების ღირსი არ ახართ ხალხო იმიტომ წაგართვათ ღმერთმა მეფე ვინდა რომელმა ერთმა დააფასა მეფე დასცინით ყველა მეფეებს რომლებსაც შენარჩუნებული ქონდა თქვენი ენა თქვენი ზენი რა ქვია ღირფასეულებები აბა მითხარი სადაგ ახლა შენარჩუნებული გაყიდული ხარ შიგნიდან გარეიანა გაყიდული ხარ არც არავინ არ ახარ ჩემი ფეხები ხარ მართლა რა არც ჩემი ფეხები არ ახარ ჩემი ფეხები უფრო მაგარი ტიპია ვიდრე შენ ვიღაცა ხარ ახლა რომ იყურებ არავინ აღარ ხარ ხალხო არავინ აღარ ხართ იცით არავინ აღარ ხართ არავინ არც პატრიარქი აღარ ყავთ არც მეფე აღარ ყავთ არც თქვენ სამშობლო აღარ გაქვთ არავინ აღარ ხართ რა ქართველობაზე მელაპარაკებით თქვენ და რა თამარ მეფობაზე და რა დავით აღმაშენებლებაზე არავის აღარ იმსახურებთ არსებობას სხვა მე ვენახეს გადასცა ღმერთმა თქვენი მიწა გესმით ღვთივკურთხეული მიწა და მადლობა უფალს რომ ესე მოხდა არა ხართ ღირსები ყველა აჯვავთ ამ მიწაზე ზოგი წყალში ყრით და ზოგი ხშხამავთ ვინ ახართ თქვენ მაგის ღირსები ხართ თამარ დამშვიდი ამდენი მაყურებელი ყავს და ვიღაც გამოჩნდება ვისაც არ ესმის შენი ჩემთვისაც ბევრი რამ ვიღაცა კი არა ყველას არის იცი რა მაინტერესებს ხათუნა ვიღაცა ერთი არის ყველა ჩემთვის აი ვიღაცა ერთი ჩემთვის ყველა არის გესმის და თუ ვიღაცა ერთს არ ესმის ესე იგი ყველას არ ესმის ამიტომ ვიღაცა ერთს რომ არ ესმის რა მოგივიდა დედიკო მიდი საპნით დაიბანე ხელი ერთს რო არ ესმის ყველას არ ესმის ერთს რო ესმის ყველას ესმის მე მაინც ვერ გავიგე რა ვის რა ჩემ ფეხებად აინტერესებს მე ვინ ვარ რა აი მართლა გეუბნები რატო იბოღმებით ხალხო მე რას ვიტყვი როგორ ვიტყვი და ვინა ვარ აი რა ჩემ ფეხებად გაინტერესებს ეს თქვენ რატო მომანიჭეთ ამ ხელა მნიშვნელობა გამაგებინეთ რა რატო მომანიჭეთ ამ ხელა მნიშვნელობა ან იმ დეგენერატმა საპატრიარქოს ხალხმა იმ თამარ მეფეს ჩემი სიტყვის გამო ხალები რატო წაუშალა ვერ მივხვდი რა თუ ესეთი მაგარი ტიპი ვარ ხო რაღაცში მაშინ მომისმინეთ მაინც რაღაც მალავთ ყველაფერს გამაგებინეთ თქვენ ვერ ახართ დალაგებული თქვენ ვატორზე რა ვერც საპატრიარქოს ხალხი და ვერც ფსიქოლოგები და ვერც პარლამენტის ხალხი და ვერავინ ამ დედამიწაზე დალაგებული ვერ ვნახე მე და გიჟი ხართან დააბი ანძნეს ის ან ფერსაო და აგერ რასაც უყურებთ ეგ ხართ თქვენ მე რასაც მიყურებთ ეგ ხართ თქვენ შინაგანად რომელიც ჯერ არ გამოგაქვთ გარეთ იმიტომ რომ ჯერ ჩამოფარებული გაქვთ 5000 სხვა სახე აი 5000 სხვა სახეს რომ აქ ხდიან და აგაგლიჯავენ მე ნახე თქვენ როგორები იქნებით მონების სამფლობელო რა დიდასფიცა ვარ აი და რა უნდა ეხლა ამასე თქვა ის ამით აი ზურა ხარ თუ ზაურ აი რა გინდოდა არ ვიცი თამარ ადრე ამბობდი რომ თამარ მეფე ვარო მე რო ამბობდი რა
რა იმედი გქონდა რომ თამარ მეფე ვარ და მე გადაგარჩენ თუ რა მე რა მეუღლის მაგალითის მოიყვანე კი ბატონო მოვიყვანე ეხლაც მოვიყვან ძალიან მაგრა გვანან ერთმანეთს ჩემი მეუღლე და დავით სოსლანი ძალიან მაგრა დავით სოსლანის რაფრას ისენიც გვაქვს ჩვენ დღეს სურათები ძალიან მაგრა გვანან ჩემი მეუღლე და ის მე მე რა გვანან მე და თამარიც გავართ სამი ხალიც და მე რა რამე შეიცვალა ამით ხალხს ისე შეეშინდა რომ მართლა თამარ მეფის ფრესკას ხალები წაუშალა ოღონდ მართლა არ ეგონოს თამარიო თუ რა მოხდა მე ვერ გავიგე რა ბეთანის ეკლესიაში ერთადერთი ფრესკა სადაც ქონდა თამარის სრულყოფილი ხალებით იმას წაუშალეს ხალხო ხალები და მე ვერ გავიგე მე ვარ დამნაშავე ამაში რატო წაუშალეთ ხალები ხალხო ვინმე რამე მე რომ მომდექი და მე კიდე ესე ამბობდი საპატრიარქოს რატო არ მიადექით და რატო არ უთხარით რომ თამარ-სოხარები ქონდა საწაიღეთ მე რომ მეუბნები და მეკითხებით რა პატრიარქზე მაგარი ტიპი ვარ ანუ ილია მეორეზე მაგარი ტიპი ვარ არა საერთოდ არ ვიცი ზაურ ვინ ხარ მაგრამ აი ვიღაცა ხარ ეთყობა რა ესე რომ გამანერვიულე ვიღაცა ხარ ეთყობა და კარგად დაპროგრამებული ვიღაცა ხარ მაგრამ კარგად დაპროგრამებული ვარ მეც ღმერთისგან რა და აი სულ ჩემ ფეხებზე მკიდი არის მართლა ფეხებზე მკიდია გამოვედი თქვენს იმიტომ რომ თქვენ არ იმსახურებთ არც თამარის ფეხებს, არც თამარის ენას, არც თამარის ღვაწლს და არაფერს არ იმსახურებთ თქვენ თამარისას. საერთოდ. რატო არ იმსახურებთ, იცი? ჯერ კიდე თამარს რო ელოდებით იმიტომ რა. და ჯერ კიდე ქრისტეს რო ელოდებით იმიტომ. და თქვენი პასუხისმგებლობა რომ სხვა მოაგვაროს გინდათ რა. და სხვა მაიღოს და სხვა მზიდოს. აი იმიტომ. მე თამარ მეფე. გეკითხები ვარ თუ არ ვარ? შენ გეკითხები ახლა რა მე რო ბევრი არ ველაპარაკო. შენ გეკითხები ვარ თამარ მეფე? აი შემომხედე თამარ მეფის რამე გავს, გავარ თამარ მეფეს? ვარ თამარ მეფე? აი ხალ შემოგიტრიალებ კითხვას რა. მითხარი გავარ თამარ მეფეს? ჯერ იცი საერთოდ როგორ გამოიყურებოდა თამარ მეფე? და მერე კიდე ვგავარ მას? თუ ვგავარ, რითი ვგავარ? შინაგანად, გარეგნულად, მენტალურად, სულიერად, ფიზიკურად, თუ როგორ ვგავარ? თუ თამარ მეფე ვარ, როგორ ვარ თამარ მეფე, ისიც მითხარი? თუ არ ვარ, მაშინ რაღაც მეკითხები. მე ვთქვი? მე ბევრი რამე ვთქვი, ადრე კაცო, ბევრი რამე ვთქვი, თამარ მეფე ყოფილა რამენით, მაგასაც არ მეკითხები, ამენით რას ნიშნავსო? ვისაც რისი დანახვა უნდა, ისა დაინახავს გააზრების უნარის წაერთვა ადამიანებს, კარგის მთქვენს, კარგი გამგონე უნდა, სამწუხაროდ მართალს ამბობს და ასანანია ამდენი მძინარი ადამიანის უგონო აზრთა ფრქვევა. დასანანი არ არის კაცო, გეუბნებით რაღაცა ფენომენია, გამოვიკვლიო და ყველა ყურს იყრუებს. მღვდელიდან დაწყებული, ფსიქოლოგიდან დამთავრებული. მეცნიერამდე მოყოლებული. ვიღას მიმართო, ხალხიც დადებილებულია, დაყრუებულია. მეცნიერმა, მღვდელმა, ფსიქოლოგმა თუ ვერ გაიგო, ხალხმა როგორ უნდა გაიგოს, ხალხო დაყრუებული და დადებილებული, დამონებული ყავს ხალხი ამ სისტემას. და რაღაც მერჩით ვერ გავიგე, მე გითხარით ის რაც დავინახე. თუ არ გაინტერესებთ, ხო, ეს საკითხი და ამის გამოძიება არ გსურთ, მაშინ ნურაფერს ნუღა დაწერთ რა და თუ გაინტერესებთ, გამოიძიეთ.
თქვენ თვითონ გამოიკვლიეთ ვინ ვარ. მე რას ვიტყვი, ეგრე შემიძლია ვთქვა პრეზიდენტი ვარ, ის ვარ, ეს ვარ, ნეფერტიტი ვარ, თუ ის ვარ, რა ქვია, ფარაონი ვარ. და დაიჯერებ შენ, რო ვთქვა? მაგრამ მე გეუბნები, რაც დავინახე, ხო? რაც ფაქტის სახეზია და რაც თქვენ თვალხილულადაც შეგიძლიათ დაინახოთ, ის ვარ. და მაინტერესებს, ვარ თუ არ ვარ? მე შენსავით მაინტერესებს, შენ შეიძლება არც გაინტერესებს და ისე პროვოკატიულად მიწე რაღაცას. მე მაინტერესებს რა. ეს ფენომენი, ამ ფენომენის გამოკვლევა მაინტერესებს. მაგრამ არავის არ აინტერესებს და მარტო მე რო გავიგო, რა ჩემ ფეხებად მჭირდება მართლა, მარტო მე რო გავიგო სიმართლე. რა შემჭირდება მარტო მე რო გავიგო სიმართლე და ვიცი, ეგრე იმანაც კი იცოდა ტესლამ, რომ 369 რას ნიშნავდა, მაგრამ 369, მაგრამ რა მოკლეს. და იყო უბედური ბოლომდე, ცხოვრების ბოლომდე და რამე გააკეთა მაგით? შენ თუ არ გაინტერესებს ეს ფენომენი გამოიკვლიო, მე მით უმეტეს არ მაინტერესებს, მე უკვე მაქვს ფაქტები სახეზე, აგერ ჩემი ქმარიც ეგეთია, ისიც ეგეთია და უამრავი რაღაც ეგეთია. უამრავი რაღაც, კიდევ გეტყვით რა, 15 დამთხევა არ არსებობს, ხალხო, 15 დამთხევა არ არსებობს ერთი და ორ განსხვავებულ ადამიანს შორის. ორ სხვადასხვა საუკუნეებში დაბადებულ ადამიანს შორის არ არსებობს 15 დამთხევა. ეს არის მათემატიკოსებო, დამეხმარეთ რა. პროცენტულად რამდენი პროცენტია შანსი, რომ 15 დამთხევა იყოს ორ ადამიანს შორის სხვადასხვა საუკუნეებში მაცხოვრებელის? პროცენტულად მითხარით რა, რამდენი პროცენტია შანსი ამისი, რომ დამთხევა იყოს 15 დამთხევა. ალისა და ალისონ შორის 15 დამთხევა არის, მითხარით რა, როგორ ხდება ეს? რამდენი პროცენტია ეს? ფეხზე კიდია და მეც ფეხზე მკიდია უკვე რა, დავიკიდე, მართლა დავიკიდე რა. აქამდე მე ვიკვლევდი, მართლა ვშრომობდი, დაჟე ის ფილმიც ფეხზე მკიდია, უკვე დავიკიდე, აღარ მინდა იმ ფილმის გადაღება. არავინ არ არის ღირსი იხილოს თამარის ცხოვრება. რატო უნდა იხილოს თამარის ცხოვრება? არაფერს არ იმსახურებთ მეთქი გეუბნები რა. და ეხლა შევიწუხო თავი, გადავიღო ფილმი, დავანთხიო ჩემი ნერვები, ისა, რა ქვია, ფინანსები, ყველაფერი და მე თქვენ დაჯდეთ და აი თამარი ეგონა თავი და იმიტომ გადაიღო ფილმი, დაიწყოთ აგ ჭობა იმაზე ტრაკი რო არ გაქვთ განზრეული ესეთმა ხალხმა. დიდა მოვტყან თქვენი რა. წადით აქედან მომშორი, დამანებეთ თავი, მართლა.